მოზურფასებო დღემშვიდობისა დღეს მინდა გესაუბროთ ერთ თემაზე, რომელსაც ქვია მარტოობა. ეს ისეთი მძიმე თემა არის, ჩემო ზურფასებო. ეშმაკი მუდამ ცდილობს, რომ ადამიანი მარტო დატოვოს. არადა მარტოობისთვის არ არის შექმნილი ადამიანი. ადამიანი ურთიერთობებისთვის არის შექმნილი, ჩემო ზურფასო. იცი, თავიდან როდესაც ადამი შექმნა ღმერთმა, მას ევა შეუქმნა და თქვა, არ არის ადამის ყოფნა მარტო კარგი, არამედ შეუქმნი მასო, ამხმარესო. იცით, და შექმნა ევა. მაგრამ ამის შემდეგ მრავალი ადამიანი, მრავალი ღვთისმეტყველი, მრავალი წინასწარმეტყველი, ჩემო ზურფასებო, მარტოობაში ლევდა სულს, ჩემო ზურფასო. იცით, დავითი თავის ფსალმუნებში წერს, რომ ღმერთო, მოხედე ჩემ სულსო და შეიწყალე იგი, ვინაიდან მარტო ხელა ვარ და დატანჯულიო, ფსალმუნის 24:16. ილია წინასწარმეტყველი მესამე მეფეთაში, 19 თავის მეათე მოხში წერს, რომ მარტო ვარო, მხოლოდ მე დავრჩიო და ჩემ სულს აძეძებენო მოსაკლავათო. იობი, ჩემო ზურფასებო, მარტო დარჩა, ყველა მიატოვა. და ეს ყველაფერი, ჩემო ზურფასებო, არის ეშმაკის გაკეთებული, ჩემო ზურფასო. იცი, მაგრამ ღმერთს უნდოდა, რომ ადამიანს თავისი მარტოობით გონება შეეცვალა. ახალი გონება ქონოდა მას. მარტოობა ხანდახან ხელსაც უწყობს ადამიანს შეიცვალოს, გადააზროს მისი ცხოვრება, გადაავლოს თვალი მის შეცდომებს თუ რაღაც წარმატებებს, ჩემო ზურფასებო. მაგრამ ის არასოდეს მარტო არ არის. დღევანდელ დღეს, ჩემო ზურფასებო, სული წმინდა ყოველთვის ჩვენთან არის. დღევანდელ დღეს ღმერთი შენთან არის. თუ კი შენ დღეს მარტოობას განიცდი, იცოდე, გელოდება ღმერთი სული წმინდა, რომელსაც ყოველთვის ხელი აქვს შენსკენ გამოწვეული და არ უნდა რომ მარტო იყო. გაგურთხებ უფალი იესო ქრისტეს სახელით. არასოდეს არ ახარ მარტო.